მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია და ჩვენ სპეციალურ ეთერში ვართ კვლავ და ვიქნებით ყოველთვის. სანამ ჩემო პატა ქვეყანაში კარგად არ იქნება ყველა. სანამ არ დაგვიჭერე. სანამ არ დაგვიჭერე. მივესალმოთ ჩვენ პატივცემულ ტელემაყურებლებს და დღევანდელი გადაცემა, რაც შეეხება ყოველთვის არის ისეთი გადაცემა, რომელიც თქვენ შენ პირადად საუბრობს სწორ ანალიზს აკეთებ ამ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბატონო პატა პირველ კითხვას. აი ზახაროვას ინტერვიუში ჩვენი პრემიერის ქება და დიდების მეტი არაფერი გაგვიგონია. რა ხდება ერთი რა არის ამაში? რა უნდა აქონ მანდა მაინც ჩვენი პრემიერი და ჩვენი ქვეყანა ავითონ? პირველი კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ერთგულ მაყურებლებს. პირველი მინდა თქვა რომ კატეგორიულად ვემიჯნები გუშინდელ ესეთი კითხვას, ესე ვთქვათ ნარატივით რატო დაჭირდა თვალსაზრისს ასეთი სააგენტოა ამის გაკეთება მე არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვიყავი, ეხლავე ვეუბნები, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ იმ დროს როცა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა ჩვენს გარშემო, ალბათ შევეხებით აზერბაიჯანს და იმას, რაც აზერბაიჯანში მოხდებოდა, ეს აუცილებლად უნდა შევეხოთ. იმ დროს რაც ხდება რეგიონში და რა კითხვის არსი რა იყო? ევროპა გვიტევს და პრემიერმა მოიგერია? და რა პასუხი აინტერესებდა იქიდან რა უნდა ეთქვათ? ხედავში რა ცუდია პრემიერი რატო იგერიებსო? ბიჭო, არ ჭირდება ამ პრემიერს ახლა კიდე იქიდან დაცვა რა. აი ყავს აქ იმაზე მეტი დამცველები რაც საჭიროა. ხალხში გამოიწვია ცოტა გაურკვევლობა, იმიტომ რომ ხალხი მაინც ელოდება როგორ რაღაცას იცი? ხალხს ერთი იმედი აქვს, რომ ის სოდომიტური სამყარო გვიტევს, მაგრამ არის სამყარო, რომელიც არ მისცემს ჩვენი დაჩაგვის უფლებას და ამ დროს კაცო ხედავენ, რომ არა კაცო ისაც აკეთებს. ნუ რატო იყო საჭირო არ ვიცი, მაგრამ კაი პასუხი გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ. ესე ძალიან არ გამხარებია არასდროს. აი ბოჭორიშვილის აქციერი ესე ძალიან არასდროს არ გამხარებია. ეხო გააკეთეს ეს განცხადება. მეორე დღესვე გაფრინდა რუბიოსთან. თანაც გვერდზე დაუდგა. ეს იყო პასუხი თვალსაზრისის მეუბნები, აი ჟურნალისტს. ей თქვენი ეს ვინც მოიფიქრა, მაგარი სტრატეგიის იყო ეთყობა და კაი პასუხიც გასცა საქართველოს ხელისუფლება. აი უნიკალური, აი ღმერთო დიდება შესწავლას. აი არაფერი შემთხვევით არ ხდება, კაცო. პასუხი იყო ხელისუფლებისგან, როგორც იტყვიან რუსები, კუშაიცეს, ნიაბლაპაიცეს. აი მიიღეთ ეს, მაგრამ რატომღაც ხალხმა დაიწყო, მე არ ვიცი, იქ მეც მირეკავდნენ, იქ მწერდნენ მესენჯერში რაღაცებს, ხალხი გაგიჟდა, დაიბნა ეს ხალხი, კაცო უკვე რა. ხო, ნუ რა შუაში იყო აქ მამუკაფიფი არ ვიცი, თვალსაზრისი და სად მამუკაფიფია. ის რომ გააზია რა, ნუ რავი, პოლიტიკოსია, პარტიის გენერალი თუ რაღაცა მდივანია იქა, სეკრეტარ გაკოიტა, აღარ მახსოვს, საერთაშორისო სეკრეტარ, მდივანი და გააზია რა, ნუ რა ვიცი. მეტი არაფერი მე ეს მინახაზი გაუსვა, მე კატეგორიულად ვემიჯნები. იმიტომ რომ უკვე მე ასეთ დაუშვეს ამ ზახაროვას ეგ კითხვა. ნუ რა სელუდებით ზახაროვამ რა პასუხი უნდა გაგცეთ? რა ცუდი პრემიერია, ამას არ გეტყვის. მალადეც გრუზინი, ხინკალი, ხაჭაპური, გენაცვალე მალადეც. ვსო, ოღონდ თქვენ მანდიყავით წყნარად, დაგიწყვეტიათ ერთმანეთი. იმის იქით არაფერი არ მოსთხოვოთ, კაცო. ან გეოპოლიტიკური მოთხოვნებია, ან სტრატეგიული მოთხოვნებია, ან ტერიტორია. დანარჩენი კაცო მალაცი, აი გრუზინი, მალაცი, ახ თქვენ გენაცვალეთ, რა მაგრები ხარ. მაგრამ მე კობახიძემაც ინტერვიუ გააკეთა და გაცხადებაც გააკეთა, ხო რაღაც. ხო, ნუ განცხადება რა, ალბათ შევეხებით გუშინ იყო პრემიერის. ხო, არაფერი განცხადება. საქართველო არ ხედავს, ვერ ხედავს, არ დაინახავს. საქართველო ვისაც ხედავს, პასუხს გასცა, კაცო, არაერთხელ გასცეს პასუხი. ჩემი თხოვნა თვალსაზრისის
რედაქტორს, რა ვიცი, თქვენი ნებაა, კაცო, მე არ ვერევი თქვენ საპოლიტიკო რედაქციაში, რაც გინდათ აკეთეთ, просто ცუდად ჩანს. ჯერეთი ხალხი შეგყავთ ძალიან იმაში, რა ქვია, ესე ვთქვათ, გაუგებრობაში, შეცდომაში ესე. გაუგებრობაში, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი არ ხდება რუსეთში. ჩვენს მთავრობაზე გასაგებენაზე უთხრეს ჩვენ მთავრობას რომ სანამ შეხარ არ გელაპარაკებით დანარჩენი რაც გინდა ტურისტი გინდა ხორბალი გინდა ის ფული შენ ფული მაიტა თუ გინდა მიწები გაყიდე და ის ფული მომეცი თუ გინდა საერთოდ საქართველოს ნაწილი გაყიდე და ის ფული მომეცი არ მაინტერესებს დაგიწყვეტიათ ერთმანეთის შიგნით იმის იქით არ წახვიდეთ კაცო ან რამე გეოპოლიტიკურ რაღაცეებზე აი ირბინე რუბიოსთან ну რუბეთა უნგრეთმა გაუსხა ვუჩიჩმაც გაუსხა სპარსეთის ყურიმ გაუსხა მეტად რა უნდა ირბინო აღარ ვიცი კაცო რა ხო ამ პანაშვიდებზე და გასვენებებზე ირბინეთ კაცო всё იმის იქით თქვენი გზა არ ნახო თორე მოხდებათ მეოთხეჯერ შალაბანი და მტკივნეულად მოხდებათ დანარჩენი კაცო რა აი ეს იყო თელი არცი როგორც არაფერი არ იყო ისე არაფერმაც ჩაიარა რა პასუხი გასა ხო მაგრამ ზახაროვას ინტერვიუ იმას ხო არ ნიშნავდა რომ ამათ შეეჩერებინათ რუბიოებთან და არა არაფერი აი როგორ არის აი ადრე სხვამაც ხო უთხრა ნიკალა ჟავანაძემაც ეკითხა ერთხელ ორჯერ 9ჯერ აი რამდენი ჩაერთო ალბათ იმ ქალმა თქვა ბიჭო რა გამიჩმახეთ საქმე კაცო ყოჩახ გრუზინი ხინკალი ხაჭაპური გენაცვალე მალადიეთ всё კარგად ხმალავთ ბიჭებო იხმალავეთ კაცო всё იმის იქით არ დაგინახოთ წასული მეტი რაინათა გიხსნათ რამე ტერიტორიული რამე სხვა თქვენ ხო თქვენ მარტო ეგ всё მე ну პირველი მაინც ისაა ну უნდა ვილაპარაკოთ მაინც რუსეთთანაც ამ ამათ არ ელაპარაკებიან და რა გავაკეთო კაცო ამათ არ ელაპარაკებიან გამორიცხულია კაცო თემა კახა ხვალო იგივე კითხვა დაუსვი იგივე გეტყვის რომ მალაცი გრუზინი ხო იმას იქეთ უკვე აღარ არ აინტერესებს არც გესაუბრებიან ეგ დამთავრებული თემა კარგი იმაზე ხარ ხო და მე ერთ რამეა ბიჭო ხალხს ნუ უქნით ცდარ ილუზიებს კაცო ნუ ამას რო უყურებ კაცო იქ კიდე სხვა სააგენტოები არის და სხვა ექსპერტები დადიან ძალოვნებიც სხვა აზრზე არიან პრეზიდენტის აპარატში სხვა საერთოდ სხვა აზრზე არიან როგორ აზრზე არიან იცი გაგლევა გადაიყვანეს კრემლში და ვინც უნდა მოვიდეს გაგლევას ადგილზე ის უკვე მოსკოვშია ჩასული აი ამ აზრზე არიან კაცო რას მატყუებთ აქა რას შეგხავთ ეს ხალხი ილუზიებში კაცო ეგრე არ არის ტყუილია მაგი ფუფრო ეტავსო რო იტყვია ვიღაცას რაღაცაში ჭირდება კაი გიკახა და ეს ქვეყანა ეწირება კაცო არა მარტო ქვეყანა ხალხიც ხო რა ვინმე ამ გააჩერა პროცესი ცხინვალის პრეზიდენტის ჩაცვალა კრემლში ვინმე პროცესი გააჩერა აბა რას ეს ადგილს ათამაშებენ კაცო იქნე მინის მაგნეტო ბლადი რამე სერიოზულ გლობალური ჩვენს რეგიონში რები იწყება რა პროცესებია დაწყებული კაია კალასმა ეს თქვა და ჩვენმა პრემიერმა ეს უპასუხა ფეხებზე არ კიდია ზახაროვას ეხლა მაგით ჩვენმა პრემიერმა რა უპასუხა ეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩავიდა და ფეხბურთს გაეგო აი ეხლა სანამ ჩვენ აქ ლაპარაკობთ საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ჩასულია კრემლში კაცო და მე ამას წავიკითხავ რა აი ეს კითხვა უნდა დასრულიყო თუ სიმართლე გაინტერესებს აი ეს კითხვა უნდა დასრულიყო აი ეს არის იტარტასის გისა აი 1 საათის წინ დაიდო სუხა ძილებში კოცნავენ ერთმანეთს რო ბიჭო რატო უქმნე მე არ ვიცი ნუ თუ მეტი ინტელექტი არ არსებობს პროცესი ხო თანაც იცი ბიჭო ან შეეკითხეთ ხვას რა პროცესი ხო სხვაგან მიდის კაცო ის ხო არ მიდის იქ სადაც თქვენ გონიათ კაცო იმის უკან მიდის თელი პროცესი რა ვიცი იქ შეიყვანა ცხინვალის ხო ესეთი ვთქვათ აი ეს გაგლოვი ჩაიყვანა ხა კრემლში მუშაობს თქვი და ისე არაფერი საქმე არ ქონდა ხა პუტინს გაიღვიძა და თქვა რომ მაიტა გაგლოვი გადმოიყვანეთ რა და ვინც გაგლოვმა რეკომენდაცია გაუწია ორი დღის იმაში კრემლში იყო და 2008 წლის ორ დღე ლაპარაკობდნენ ეხლა გეკითხებით რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკურად აი ახსნას ვინმე რა და ამ ხალხს უქმნიან ილუზიებს კაცო ილუზიებს, რაღაც ილუზიებში აპყრობენ. გეუბნებით ხალხს გავსი არაფერი არ ხდება იქა.
მსგავსი, აი ახლოსაც არ არის. აი ახლოს არ არის მეთქი რო გეუბნებით რა. ჩემზე კარგად არავინ არის даже მოსკოვში რო იმათმაც არ იცით ჩემზე კარგად რა. სულ სხვანაირად არის პროცესი, კაცო. კარგად არ არის გეუბნებით. აი ეს მინდა პასუხი გავცე მაგათ. მე კატეგორიულად ვემიჯინები, არც ვერევი, კაცო, მე ჟურნალისტის და იმის რედაქციის და იმ სააგენტოს შიდა საქმეებში თქვენ მე მთხოვით კომენტარი, მე ამას არც არ დავსვავდი. მე უფრო მნიშვნელოვან ამ ქვეყნის სტრატეგიულ კითხვას დავსვავდი რა. და ალბათ როგორც მოვილაპარაკეთ ახლა უკრაინის თემაზე უნდა გადავიდეთ. ჯერ უკრაინა კახა მე რა მინდა იცი უყურე პრემიერმა გუშინ ის გააკეთა განცხადება. არა, განცხადება ინტერვიუ მისცა იმედზე. უყურე მიწუსმინე. გადახვევით რა თქმა უნდა, რა უსვე ისევ ნაცი, ისევ გვარამია, ისევ მეორე ფრონტი, ისევ სანქციები, ისევ კორუფცია, მაგნები ვართო, რავი, აკაროჩი. ერთი სიტყვა ხო შეიძლება გეთქვა ტერიტორიულ მთლიანობაზე. რომელიც დღეს გვაწუხებს ქვეყანას. ეს შენ არ მოგასვენებს, ან უარი უნდა თქვათ ამ ტერიტორიას და მალე იტყვით მაგას. ხო არ აგჯერებდათ ჩემი? მალე მოვა ეგ დრო, კაცო. იმიტომ თავიდან მოდის ეგა. ველოდები რომ აი ბიჭო იქნებ რაღაცა არაფერი მსგავსი. მსგავსი მე არ მომისმენია სტრატეგიული განვითარება ქვეყნის არ მომისმენია. რაც შეეხება მე და თუ გადავართ აზერბაიჯანის თემაზე, ანაკლიაზე, შუა დერეფანი, აი ეს ეხლა საერთოდ დავავსხლე მაგ მითს, ეხლა მიაქა. ესე არ არის. არ არის ეგ როცა ირანის ფრონტზე გადავალთ. ალბათ მაგიტომ მოდი რაღაც უკრაინაზე ვისაუბროთ ეხლა, მამულაშვილმა პირდაპირ ჩაწერა და Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ბალისტიკურ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკან არ დავიხებთ. პირდაპირ თქვა კაცმა. ანუ ეს რას ნიშნავდა? შეუძლიათ მართლა. მე ვიცი რომ უკრაინა უკვე მისულია ჩიხში და ძალიან საწოდაები გახდა. ძალიან. თუ სხვათა შორის ბატონო პატა მთელი უკრაინის მოსახლეობა გამოვიდა და მიტინგებს ატარებდა. რატო აბა თუ იცი? ეხლა ეს არის სულ სიგიჟე. იმ მიტინგზე ყიროდნენ რუსოფობიურ განცხადებებს. მაგ ქვეყანას არაფერი აღარ ეშველება დაამთავრეთ. მაგრამ მოდი რაგან შენ იქ რო ლაპარაკობდით სალტეში მოგისმენია. კი, მოვისმენეს. რო ფლოტი აღარ აყავს რუსებს. გაყინულიაო, ესე იგიო, ფრონტის ხაზიო. ვაფშე არავინ არ მიიწევს. ასე ერთმანეთს რაღაცა დროდებს ესვრიანო. აი ახლა სანამ მე და თქვენ ლაპარაკობთ, შედით უკრაინულ ტრუხა აი ეს მილიონი უკრაინელია პატპიშიკით. პირდაპირ თქვა ზელენსკის გვერდია რა. USB-ს გვერდია. 5 კილომეტრია დარჩენილი კრამატორის აეროდრომამდე. 5 კილომეტრი არის აი დარჩენილი კრამატორსკის აეროდრომი რო არის. აი იქამდე არის უკვე. რაც შეეხება დრუშკოვკაში უკვე დერგეები დარბიან, კაცო. ეს ხალხი ბიჭო მაგრამ მაგათი რატო ვიცი უყურე ბიჭო შეკაი ადამიანშვილო ისე კინო ლაპარაკობ როგორც შენ გინდა რომ იყოს. ხო, აი ზოგჯერ არის ეგ საუბრები რა. ხო, ისე არ არის როგორც შენ გინდა. არა და ხარ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ბიჭო სირცხვილია, თორე კი ბატონო. რომ ვფიქრო ბიჭო სხვა გამოსავალი არა, ბიჭო სხვა რო ექსპერტი ეძებო არ არსებობს ფიზიკურად, კაცო. ისე დაჩაჩანაკდეს ქვეყანა, მაგრამ ბიჭო რაღაცას ეძებრო, ბიჭო ვიღაცა უნდა იპოვო, ხო ვიღაცა ხო უნდა თქვას რომ ხალხო ესე არ არის, კაცო, აი ესეა. აი კორეას დასცინიათ, ესენი კორეას, იგი ის მაგარი კაცი რომ საინფორმაციო იმაში აფყოფებენო. ბიჭო, რა ვიცი, ჯერ იყო და კრამატორსკი არა იღესო, ბიჭო, რავი იქ ვიყავი. სლავიანსკი თუ არ გაიარე კრამატორსკი კონსტანტინოვკაში ვერ მოხდები, კაცო.
ბიჭო რატო გჭირდებათ ეს ვერ გავიგე თანაც ხო იცი ეს რასაც ეგენი ლაპარაკობენ სალტეში თვითონ უკრაინელები აღარ ლაპარაკობენ მაგას ხალხო ნუ მაშინ აღარ დარჩა უკრაინა არა უყურე ესე იგიო სხერპლიო მოდი აი სხერპლიო იქით არისო აქეთაც არისო რა თქმა უნდა იქით ცოტა მეტიაო მაგრამ აქაც დიდი სხერპლიო 2 წელია გვამების გაცვლა მიდის პირველი გაცვლა იყო 6000 6000 ხო გადასცეს უკრაინელებს იქიდან იცი რამდენი გადმოსცეს 31 ხალხო ბიჭო ამას მე ხო არ ვიგონებ ეს დაპეტკებელი თვითონ უკრაინელების გვერდზე დებს წითელი ჯვარი ნახევარმთვარე რო არის იმათ გვერდზე დებს ბიჭო რა აი ეგ რო იყოს იცი რა რო მე არ ვამბობ რომ აი ჩემი სამყაროს ინფორმაცია გავავრცელე თქვენივე ლიბერალური სამყარო რაც აწეს ის გაავრცელეთ კაცო გუშინ წინ იყო გაცვლა გვამების აქ იქით გადავიდა 800 გვამი აქეთ გადმოვიდა 17 ხალხო ბიჭო თვითონ უკრაინელები ხო თან ვიდეოს იღებენ ბიჭო ეს მე არ მესმის კაცო აი რა არ მესმის იცი ვის გინდა სიამოვნოთ მაგით კაი გავიგე რომ კარგი უკრაინამ სანამდე უნდა აი საბრძოლო მაკამდე მივალ სანამდე უნდა იყოს მაკამდე მივალ მე მინდა ჯერ აქ ხალხი ბიჭო აი შენ რო ბიჭო პატო აი შენ ვიდეოებს ბევრი მოსმენა რატო აქ იცი ჩემ ვიდეო მე ეს ხალხი ამას რო ვამბობს ზოგი ჩასაფრებულია სუკა შედის და რო რო ეძებს მე რო ვამბობ 10 კი არა თურმე 18 20 ყოფილა კაცო მე კიდე ვაკლებ კაცო რატო იცი რომ მიჩემნია რომ ნაკლები თქვა თვითონ ნახოს რომ ბიჭო რა ჩემისა აგერ 16-17-ია დახოცით პირობითად ხო მაგრამ ბალისტიკური იარაღის გამოყენების ვარიანტი თუ აქ ჟარგონს გამოვიყენებ ამ სიტყვას აი ახლა გეტყვი უყურე მანდ არაფერი შუაში არ არის უკრაინა კაცო საერთოდ 2022-ში რომ დაიწყო მან საერთოდ უკრაინის თემა დაამთავრა უკრაინა აიღეთ როგორც ტერიტორია ორი სამყაროს სოდომიტური სამყაროსა და ტრადიციულ სამყაროს შორის ბრძოლის ველი. რატო დაუთმო უკრაინამ ეგ უკრაინელებმა თავის თავს დააბრალო კაცო. თავის ტერიტორია, თავის სახელმწიფო რატო დაუთმოს? გასანადგურებლად ეგ უკვე მაგათი საქმეა. მაგათმა მოირჩიე. გვარამიამ თქვა სხვათა შორის ტრილიონებს მიიღებს უკრაინაო. მაგაზეო რა პირდაპირ. და ჩვენო რა ჩვენ არ ჩავერთეთო და თქვენ აბა არ გინდათ ფულიო და ხსულერია რა. მაგე გვარამია ნუ ჯობია დაუნთრო ჯერ უკრაინაზე. კაცო, კიდე ერთხელ ვამბობ. ყოველ დღე რაიონებს, სოფლებს, დასახლებულ პუნქტებს ზედიზედ იღებენ. ყოველ დღე 5-6 კვადრატული კილომეტრს რო არ იღებდნენ, ეგეთი დღე არ ყოფილა, კაცო. თვითონ მე არ გეუბნებით რუსული სააგენტოებიდან თქვენივე პატრონები, სოდომიტების იმათ შეხედეთ, კაცო. სოდომიტები თვითონ ხوارცელებენ ისინი გიჟები ხო? ბიჭო, იმათ მაინც დაუჭერთ, მაგრამ ამ ხალხს, ბიჭო, რა არის ამ უბრალოდ ხალხს ყველა ხوار შევარდება ხა მე ორგანულად ვარ დაინტერესებული ოჯახის წევრები ვობე ხო ყოველ დღე მაგ აი მაგით 4 წელი ამით ცხოვრობ კაცო ზაპას ხუბით ვიცი უკვე ზაპაროჟის რომელი ბრიგადას აბომობს რომელი მიმართულებით რომელი კამანდირები ვიცი კაცო უკვე ბევრს ვიცნობ პირადად ვიცნობ კაცო ხო და ამიტომ კაი შეიძლება თქვა რომ ვიღაცამ აბოლად დაინტერესებული მხარეა არ მინდა საერთოდ რუსულ სააგენტოებს განებით თავი თქვენ სააგენტოებში ჩაიხედეთ და ისე გამოდით კაცო და ისე ილაპარაკეთ აბა ეხლა ნორმალური კაცი მაგას იტყვის რომ რუსეთს სამხედრო ფლოტი არა აქვს გუშინ აბა რა ჩემი ფეხების უჩენია დაამთავრა ჩინეთთან აი გეკითხები გუშინ ჩინეთთან ქონდა ფლოტის ის რა ქვია აი სამხედრო ფლოტის უჩენიები აბა ეს რა იყო რა თქვია ფლოტი არა აქვს რას ლაპარაკობ რუსეთს ამ თან როგორია იცი ახლა გეტყვი რა ასე ხო დაჭდებიან აუცილებლად სერიოზული სახე უნდა მიიღოს და თან როგორ იცი დამაჯერებელი ტონში უნდა თქვა ხო ესენიო კი უძირავენ მაგრამ ისინიც უძირავენ და ესო უკვე შეგვილიაო თამამათა ვთქვათო რომ უკრაინას და რუსეთსო
სამხედრო ფლოტიო აღარ აყავსო. ბიჭო გავგიშდი კაცო. ეს YouTube ხოლე ბიჭო გადავახვლევ აქეთ. ჩამთავრ ვეუნები, თამუნას ვეუნები მეუღლე ბიჭო. ახლა მე მომესმა და შენ ახლა მოусმინე, მე ხო არ მომესმა მეთქი. კაცო ხელნაირად მოусმინე მაგას. შენ რომ მითხარი რა. ბიჭო გადავა არ აყავსო. და გუშინ 2 დღის წინ ფლოტის სამხედრო წვრთნები დაამთავრდა. ჩინეთის ტერიტორიაზე. ჩინეთის და რუსეთის იქა. და წინათვეს იყო ინდოეთისა და ირანის და რუსეთის ფლოტი. თუ გამაგინეთ როგორ არის ეს საქმე. მაგრამ ამ კაცობრიობას არ მოუგონია ტექნიკა, როგორ იცი, რომ როცა ლაპარაკობს, რომ უნდა გქონდეს აპარატურა ესეთი სახში, რომ მიაჭირო თითი და თქვა, ნუ იტყუები. ეთქობა ინფორმაცია არა გაქვს. გუშინ წინ დამთავრდა უჩენიები სამხედრო ფლოტის, რომ იქ პირდაპირ ეთერში რო უთხრა. აი რა გავაკეთოთ ხალხო? აი გეკითხებ, ესეთი კატეგორიის ხალხი ზიან. ნუ ახლა სულ ინფორმაციებს სრულობენ იმის არა, რომ მაგრამ თვითონაც ხო იცის კაცო. არა, თვითონ რო იცის, ვიდრე ლაპარაკობს, ტყვილი როა. არა, მას ესე რო უნდა რო იყოს. არა, უნდა ერთია და მეორე არის. ხო, ნუ რავი ახლა, ესეც ხო ბულადის ფაქტი არ არის კაცო, ბიჭო, რავი დამთავრდა კაცო. ბიჭო, BBC-ს მოусმინოთ, არ გეუბნებით კაცო, პირველი რუსეთის პირველი მოусმინოთ. თქვენი გათახსირებული სოდომიტები, ეფშტეინელების გვერდზე შედით, ისინი არ მალავენ ხალხო, თქვენ ასე გვტენი გჭირთ ხალხო. ისინი თვითონ აღარ მალავენ კაცო. უკრაინელები აღარ ლაპარაკობენ, მაგას რასაც ისინი ლაპარაკობენ. ესეთი არაფერი არ გამინეხია კაცო. და ჩვენ დაჩენა კირჩენის და იმასო, კირჩენის დასცინია, წარმოგიდგენია? ბიჭო, იმას დასცინიან კაცო. და გულში რაც შემითხარ, რომ გადავხედე. ესე იგი, შტაბ-ბიჭება შეექმნა, რომ კრემლში ეხლა როგორ არიან, იცი კრემლის პირველი სართული აღებული აქვთ. და აი მიდის LGBT დროშით იქ მიიწევენ და რა ვიცი, იქ ელტონ ჯონი აიტანს და დააჭობს თავის დროშას რა. და აქედანაც და არიან მეცნიერებათა დოქტორები, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები. ნუ არიან რა, აი არიან და მორჩა. აი, ანუ უკრაინამ ეხლა თავი თვითონ გაწირა და გაწირა, კიდე ხალხის გაწირეს, რა თქმა უნდა, ზელენსკიმ გაწირა მთელი უკრაინა. მაგრამ მეც გეტყვი ახლა. აღარ ვილაპარაკოთ მაგაზე უკვე. არა, გეტყვი ახლა კაცო, მაგის მერე მან ეგრე არ დამთავრდება კაცო. უყურე. პოლონეთმა ერთი თვეა დედა იტირა რა. თურმე ერთი თვის წინ შეამჩნია თურმე უკრაინაში ყოფილან ბენდერები ბიჭო. რას ლაპარაკობ? აბა შენ გაიგე კაცო, ეს თურმე აგერ წინათვეს გაუგიათ ბიჭო ეგა. ის რომ იუშენკომ ჯერომის ადიხო კაცო. იუშენკომ იქ ბიუსტი დადო ფაშისტის, ეგ არა. ეგ გამორჩათ. ომი რო დაიწყე და იქ ჰაი გიტლერ და ეგეთ რაღაცები რო ეგ არ იყო კაცო. ეხლა ხო დაინახეს კაცო. აი გუშინ ლვოვში გამოსვლებიც იყო, პოლონეთში დაერივნენ უკრაინელებს, იქ ამბები აქვს, მაგრამ ჯოჯოხეთად უგწიეს უკრაინელებს, მაგ უბედურ დღეზე გაჩენილებს პოლონეთი. აბა რატო? ამ ხალხს რო ვეუნები კაცო. ბიჭო, რასაც ტელევიზორში და ტელეგრამში და კითხულობთ და როგორც გინდა რომ თქვენ წარმოსახვაში იყოს, ეს არ არის კაცო. იმის უკან რა ხდება ის იფიქრეთ. რატომ დაინახა პოლონეთმა ერთი თვის წინ და არ ჩერდება დღემდე? აი რატო? რა ჭიამუკმინა. მე ვფიქრობ ეს დანახვა ბევრს არ ნიშნავს ახლა უნდა. ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინმე მაძლევს გარანტიას რომ ბიჭო ერთი არის რომ რასაც ტელევიზორში უყურდა, მეორე არის რომ პოლონეთს ძინავს და ესიზმება სტალინის მიერ წართული მიწების უკან დაბრუნება უნდა. ხო რა თქმა უნდა, ახლა ლვოვის ტერიტორიას თუ გააბრუნებს ამ შენ მაგას რო უყურებ, ლვოვი და ივანო-ფრანკო და 4-5 საქართველოს ჩაეტევა კაცო იქა. იმხელა ტერიტორიებია. ეხლა გეკითხებით, რა ჯანდაბა და თავში სახლია თუნდა რუსეთს, ან ივანო-ფრანკო ან ლვოვი ყოველთვის პრობლემა ქონდა 70 წელი მაგასთან. აუჩენია რომ იმ ეს სამსახურებმა იქ მოლაპარაკებება
ბიჭო, თქვენ დებილები ხო არა ხართ? ხო აგერ გაძლევთ თქვენ ტერიტორიაზე. თქვენ დებილებო მერას მეომრებით ამის ხახოლი დედავატირე ხალხის გასაგებენაზე ვამბობ, კაცო. ხო მაინც ვერ მაჩერე ბიჭო და რაგინა მართლა მოლში დავდგე და მართლა აღარ შემოგიშვა, კაცო. მე არ ჭირდება ეს ლბოვი. დავაი წაიღე, კაცო. აი პროსტო გასაგებენაზე გეტყვი რა მაგ. ხალხმა რომ მემიხვდეს თუ ეს სპეცსამსახურების ლაპარაკები ვინ მაძლევს გარანტიას ეგეთი არ იყო. აბა რატო ვაწყდნენ, კაცო? აბა რატო აწყდა ის უნგრეთი? როგორ უცბად დაბლოკეს კაცო ყველაფერი? რა სამხედრო დახმარებაო? ვისაო კაცო უკრაინას როგორ ეკადრებათ? რას ლაპარაკ? ხო მაგიტომ მოიყვანეს ევროკავშირმა ეგენი. ნუ ეს 90 მილიარდი უნდა გაემწვანებინა. და რატო არ გაამწვანეს? იმასაც აქვს ტერიტორიული პრობლემა უკრაინასთან. ხო, მაგრამ პოლონეთი ამ შემთხვევაში შეცდომაში მე მგონი არ შედის, მაგრამ აი აგერ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ისინი თავის სტალინი წართულ მიწებს დაებრუნებენ უკან. პროცესი არ დამთავრდება. მაგაზე აგრესია რა თქმა უნდა გქონდათ ახლა სტალინზე მაგ ხური. ბიჭო, კახა შენ მაინც სხვაგან უყურებ. შენ რო გითხრა რომ მოდი დაუკლაჯეთ გიბრუნებ. კი, მესმის. აი, რაზია არ წახვალის მით. ჩვენ არაფერი არ დაგვპირებია ვინმე, მაგრამ მაინც არ ჩავერთვეთ არც ერთ მომენტს. სხვა რამეს ვეკითხები, სხვა რამეს დავუყო, კაცო. ბიჭო, სახელმწიფოს ეუბნები რომ ამ ხელა ტერიტორიას დავუძო, მოყო ტრაკი მიაყენე რა. აუცილებლად. და ეს გაიყვანე რა, ეს ეპშტეინური ჯარი აქედან დავაი გაახვევინე რა, კაცო აქედან. ბოლო მიზანი რა არის შენი, ხო? როგორც სახელმწიფოსი რა არის? მაიტარა ჩემთან პირიქით მე მელაპარაკო ხალხის გასაგებენაზე რომ მე მაინც ვერაფერს ვერ მიზამ. ხო, ანუ ხალხი რომ სწორედ გამიგოს ისე თქმა მინდა, კაცო. ბიჭო, ესე არ იგონა ამ ჩვენ ხალხსაც რომ ზელენსკი ესე მდგომარეობაში ჩააყენებდნენ, როცა სულ ტაშფანდური ხდებოდნენ ყველა ევროპის და რა ვიცი ამერიკელები და რა ორპარტიული მხარდაჭერა იყო, მაგრამ დღეს რას გვანან კი ხედავ, კაცო. ამიტომ ეს ომი ანუ ეს ომი რამდენი გაგრძელდა, იმდენი შეცდომები დაუშვა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ახლა. ეგ არ არის ზელენსკის ომი. მე ყველაზე ნაკლებად ვიზდებ ბრაზდები არის ზელენსკი. იმდენ ზელენსკის იპოვიდნენ, რამდენი არ გინდა მთელი რუსთაველზე ვინც დარბის ყველა ზელენსკია იქა. კი ბატონო. შენ თვითონ მითხარი გვარამიაზე. აი შენ თუ გვარზე გაქვს მარტო გართულება არ ვიცი. ნიკა ზელენსკი. აი ნიკაზე ხოსტარია ზელენსკი. აი თუ მარტო გვარზე გაქვს გართულება არა კაცო, ეგენი სულ ზელენსკები დარბიან მეთქი. ხო დაგიმალეს და ეხლა გამახსენდა. მახარაძე პირდაპირ უთხრეს 2008 წელი მინდაო კაცო. ხო არ დამალებს ბიჭო, მე მაგათ პატივსაცემ. აი ეს გაბედულები არიან და ამბობენ. პროსტო ქართველია დადებილებული და ამდენი წვინი არ ყოფნის, კაცო, რომ კიდე აი ამ ხალხთან ქუჩაში რუსთაველები დადიან მიტინგზე. იმიტომ ზელენსკები არის პოტენციური ზელენსკები არის, პოტენციური სამხედრო ოპერაცია მიდის, კაცო, იქა. როცა მეკითხები, როდის დამთავრდება ომი? სანამ ევროპა არ წაიქცევა, იქამდე აი ეს ომი არ დამთავრდება. გამორიცხული თემაა, კახა, მე მაგას როდის რომ კიდო კაი გუშინ პრემიერმა ესე იგი დაემართა, მაგრამ კონსტრუქცია აკადემიური აბულაძე დაემართა. ანუ რაზეც ჩამჩექმეს, ების მომიდოდა დამოი. რაზეც მე პარტიაში ჩამჩექმეს, გუშინ პრემიერი იჭდა, მაგრამ თავისი ტონაციით ლაპარაკობდა უბრალოდ წარმოგიდგენ აკადემიური აბულაძე იჭდა რა. და ეს ემოციურად ალაპარაკობდა. თორე ერთ-ერთი იმეორებდა იმას. მაგისტრის ჩამჩექმეს კი არა, დამცინოდნენ. გიჟიო, რებს ლაპარაკობს. ეს გიჟიო, კაცო. ეს რებს ლაპარაკობს. ხო გახსოვთ ერთ წელში მოსვამთავრებდი. რომ უთხარ ეს რამ გათქმევინათ, კაცო. ომი არ დაწყებული, დღესაც გეუბნები, ომი არ დაწყებულა ჯერ, კაცო. დღეს იგივე გაიმეორა. კაია რო გაიმეორა, ცუდი კი არ არის, კაცო. ამიტომ ომი დამთავრდება როგორ? ჩემი განმსახედიდან სანამ ევროპაში დიდი კაი ომი არ დაიწყება. დიდი კაი ომი, რომელიც ყველა მოემზადება უკვე. 400.000-მდე გაზარდეს უკვე სამხედრო გერმანელებმა იყვნენ 224 თუ 230 აი ამ ფარგლებში იყვნენ. გაზრდილია 400.000-მდე, შეყავთ პრიბალტიკის ქვეყნებში და ასე შემდეგ რა. სამხედრო ბაზები. სამხედრო, ანუ ამერიკელები გადიან და ესენი შედიან. ამერიკელებმა უთხრეს, თქვენ ხო იარაღი გინდათ? ხო, რას ვაკეთებ ამ დროს მე აქა? თქვენ ოღონდ გადაიხადეთ.
ოღონდ თქვენი ფული იყოსო, რამდენის გინდა თუ კაცო. თქვენ ევროპელებმა ერთმანეთი წვიტეთო, სლავებმა ერთმანეთი წვიტეთო კაცო, რამდენიც გინდა იმდენია რას მოგაწვიდო. მე კი ვიქნები აგერ წამოწლეკილი ოკეანის გაღმა. თელია, ამიტომ მაკითხვის თქმა რომ როდის დამთავრდება? ნუ ეგ რთული სათქმელია უკვე და თუ ვინ მაგისრომს კითხვას, რა თქმა უნდა ეგაა, რომ ევროპამ უნდა განიცადოს. ჯერ ომი არ დაწყებულა და ჯერ რაც არ დაწყებულა და რომელიც აუცილებლად დაიწყება და უკვე ყველა მაგაზე უკვე თურქეთში ყველა შეთანხმდა. ჩემი აბულაძის სიტყვები აღარ არის. ეს უკვე ანკარაში შეთანხმდნენ, რომ ამისთვის ყველა მზადდება, რომ ომი უნდა იყოს. ყველა შეთანხმდა ამაში ანკარაში. ხო, რომ დაიწყება ომი. რა შეიძლება 2 წუთში დამთავრდეს. ხო, მაგრამ თუ ევროპამ, როგორც თქვენ ამბობთ, გერმანიამ 400.000-მდე გაზარდა ჯარი. ასევე გაზარდა იმან რა ქვია საფრანგეთმაც. ხო, ნუ ევროპის ქვეყნებმა გაზარდა, ხო, ჯარი, მაგრამ ვის წინააღმდეგ გაზარდა? რუსეთის. ხო, რა თქმა უნდა, რუსეთის. ამით რუსეთს არ დაასუსტებენ? ვერა. თელი რუსეთი უკვე დაასუსტებენ რა გაგხედულობაში. ანუ ეხლა ევროპა თუ ამდენ ჯარს გამოიყენოს. ამერიკა თუ იარაღს მიყიდის, კიდე გაძლიერდება რა თქმა უნდა. იმიტომ უკრაინაში ვერ დაამთავრებს 4 წელიწადში. არ დაამთავრეს. ჩვენ კი არ დაამთავრეს. თუ მაგასო თუ კი ჩათვლის უკვე რუსეთი რომ უკრაინაში ომი დასამთავრებელია, უკვე, ხო? პირობად 24 საათში დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ იყო ქვეყანა, აღარ იქნება ქვეყანა. ხო, მაგრამ ეხლა უკრაინასთან მე არ ვიძახი გაუჭირდა, მე არ ვიძახი ვერ დაამთავრა, კი ბატონო, არ დაამთავრა. არ დაამთავრებს ჯერ კიდე. და ის გერმანია, ანუ ევროპის ქვეყნები, რომელიც დღეს ჯარს კრიბავს, მაშინ იქ მე ვფიქრობ ვერ დაამთავრებს. არა, აღარ ითქვა. მან ეგრე არ იქნება. ნუ ეხლა ატომს და იმას ვერ. რა თქმა უნდა. არა, ეს მსოფლიოების გაწყვეტაა. ხო, აბა როგორ უნდა გაშა? აი მე ვერტო. აბაში შენ რა გონია რომ ეხლა ტანკ პერიოდ აბა რა ცივილიზებული ომია პატა დღეს. კიდე ერთხელ გეუბნებით. მე არ გეუბნები სტრატეგიული ბირთვული გამოიყენოს. მაგრამ ის რომ ტაქტიკურ სიხმარს ამაზე ეჭვი ვისწრება, ვისაც ეჭვება, ვის დებილია. ხო, მაგრამ თუ რუსეთმა იცის, რომ მთელი ევროპა აპირებს რუსეთის ფედერაციაზე შეიარაღებით თუ დრონებით თუ რა ბალისტიკური იარაღი რაოდენობით ვერ მოუგებენ. ანუ ხო შეიძლება რომ გამოიყენონ დრონებს ახლა რომელიც იყენებენ უკრაინას გადასცა ნახევარ ევროპამ დრონები და რა ვიცი ყველა ფინანსურ საკითხს დებენ იქ ხო მაგრამ უკრაინასთანაც არის რაღაც ისეთი რომელიც ბოლომდე მაინც ვერ გავიდა რუსეთი ხო მაგრამ ვერ გავიდა თუ არა რუსეთი მაშინ იძახოდა რომ მე 7 დღეში დავამთავრე თუ არ დაუთქვია ომსო ხო? ერთ წინადადება შევალ და დროშას ავაფრიალებ. რაღაცა მსგავსი განცხადება არავის არ გაუკეთებ. მაგრამ მე მსგავსი განცხადება არავის არ გაუკეთებ. ამას აკეთებდა ამერიკის ის 4 გენერალი ის ამერიკიდან. თორე რუსეთს ერთი წინადადება მომიტანოთ ვინმე მითხრას რომ ეგეთი განცხადება გაკეთებულია. აი თუ თბილისი პრაიდის წევრი არ გახდე მე უყუდე დააფეთქებული რა. ოღონდ ერთი განცხადება მომიტანეთ ოფიციალურად რომ რუსებს ეგ არ ნუ მე ვერ მოგიტან ოფიციალურად. ეგეც ამი არ არსებობს, ვერავინ ვერ მოიტანს. მსგავს რამეს ვერავინ ვერ მოიტანს. თუ არ იყო ხო და ეს მსგავსი რაღაც არ ყოფილა. ეს ამერიკელებმა და იმათ ატეხეს ეგ ამბავი და აქაც ჩვენ შეცნომაში როგორ აღმა. კი, ნუ მაგ საუბრობ, მაგრამ მე ვფიქრობ რუსეთმა, ანუ რუსეთის ომის დამთავრება დღეს უკრაინასთან არის ომის წაგება და პოლიტიკურადაც აგებს, ყველაფერს აგებს რუსეთი, ხო ამ შემთხვევაში. მაგრამ შეთანხმება მაინც არ ხდება. არაფერი არ მოხდება სანამ მოლაპარაკებაზე კი არ მიდის. ვისთან უნდა მოილაპარაკოს? აი მითხარით ერთ ადამიანი. ხო, აი ვისთან უნდა მოილაპარაკოს? აი ერთი ადამიანი დამისახელეთ ვისთან უნდა მოილაპარაკოს. ზელენსკისთან საუბრობ. ნუ ზელენსკი არ ლეგიტიმური. ამერიკაც აღარ ელაპარაკება უკვე ზელენსკის. არა, ბიჭო, ჯერესიტი არავინ არ კითხავს ზელენსკის. არავინ ზელენსკის არ კითხავს ომის დამთავრებას, აბა ვის კითხავს? გამარჯვებულს. არა. თუ წეხან თქვით ბატონო პატარო დაუთმოს საომარი მოქმედებებისთვის ტერიტორია. ხო, მე უკრაინა. და გაიწე კაცო, შენ ტერიტორია ვის დაუთმო? ევროპელებს, სოდომიტებს. სოდომიტებს, კოლექტიური, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. თქვენ რა გონიათ, ლენინგრადის ბლოკადა ვინ მოუაწყო?
გერმანელებმა, არაფერი ფინელებმა. თქვენ როგორი დონეცკის ქალაქში ყველაზე დიდი ვანდალიზმები ვინ აკეთა? იტალიელებმა. მითხარით ევროპული ქვეყანა, რომელიც არ იყო ჩართული რუსეთის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანელების ხარეს. ერთი ქვეყანა მითხარით მეთქი, თუ შვეიცარია იყო ნეიტრალური. სხვათა შორის უკრაინის მოსახლეობიდან ბენდერებმა გამოიყენეს მთლიანად ყველაზე გერმანიის სასიკეთოდ ყველაფერი. მაგეთო უყურე იგივეა. მაშინაც გაიყიდა კი. იგივეა, დღესაც იგივეა, კიდე ერთხელ მომ, იგივეა. ფიურერის შექმნა უნდათ. ვინ იქნება ფიურერი? ზელენსკი იქნება თუ ეხლა რავი რაღაც სხვა, მაგრამ ახალ ფიურერს, ახალი რაღაცით რო ქმნიან, ამას ორი აზრი არ არსებობს, კაცო. ამას აი უბრალოდ მოდი არც მე დამიჯო, აი ხალხი დაფიქრდეს, აი წარმოსახვაში ხო აქ ხალხს თავში აზრი. აი წარმოსახვაში როგორ შეიძლება თქვა, აი 56 ქვეყანა რას იტყვის, რომ აბა წავაგეთ ახლა ჩვენ უკრაინაში წაველცახში? ისინი სახლამდე ვერ მიაღწევენ, კაცო. ხო, მაგრამ რესურსი ყველაფერს აქვს და ეწურება, ხო? კიდევ ერთხელ გეუბნები, თვითონ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რასაც რუსეთი აწარმოებს, იმას ჩვენ ერთ თვეში ვაწარმოებთ. რასაც ის ერთ დღეში აწარმოებს, ჩვენ იმას ერთ თვეში ვაწარმოებთ. მე ვიყავი შაშან აქეთ და 9 ჯერ ამա გამეორებული. სამსმენაში ხომ მუშაობენ. აი გამოუშვეს სნარიადი, ხო? ვიღაცას გონია რომ ეს სნარიადი მიდის ფრონტის ხაზზე. არც ერთი ტყვი არ წავა ფრონტის ხაზზე. ყველა მიდის ენზეში, ენზე ნიპიკრასნა, საწყობებში. ხო, საწყობებში. ყველაფერს ყიდულობს, კაცო. იმიტომ კი აყიდულობს, რომ მას სნარიადები არ აქვს. უფრო დიდი რამისთვის ემზადება და იმიტომ. ამიტომ როცა უყურე ყველას აქ ესეთი აღებული ესეთი ნარატივი. ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებით თავდება. შეიძლება მოლაპარაკებით გაიყინოს, შეჩერდეს. არ თავდება, კაცო. ანუ არ აღწევს კაცობრიობას, არ აღწევს ეგეთი რამე, მოლაპარაკებით ომი დავთავრდეს. ომი არ თავდება მოლაპარაკებით. დროებით გაიყინება. გაჩერდება. ხო, მაგრამ ზუსტად მაგი გააკეთა ტრამპმა ზელენსკისთან მოლაპარაკებით. ცოტა ხან გაჩერდა. არაფერ გაჩერდა. სარ ცოტა ხან გაჩერდა რაღაც 1-2 კვირა თუ რაღაც. ვინა? რუსეთ-უკრაინის ომი. მსგავსი არა როცა ის ზელენსკი დადიოდა ტრამპთან, მე არა, ერთი დღე კიდე წიგნები, 1 საათით არ გაჩერებულა ფრონტი. 1 საათითაც. დაჟე აღდგომის ღამე იყო, მაგრამ მაშინაც არ გაჩერებულა. ზუსტად გეუბნებით რასაც ვამბობ. ზუსტად ვიცი და მიტომ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ კიევი მთლიანად უკრაინა მთლიანად გასწორდება მიწასთან. უკრაინა როგორც სახელმწიფო შეწყვიტავს არსებობას. ვისაც გინდა დავენეძლავები. თუ ესენი არ მოვლენ გონს. გინდა მოვიდნენ, მაგიც გვიანია, გონზე მოვიდეს არ მოვიდეს. ეგ ბარიერი გადაილახა მეთქი, კაცო. ხო, რავი, უკრაინა იქეთი გაჩება, რომ ჩვენ რას ლაპარაკობთ. კაცო, მე უყურე. არა, თქვენ ზუსტად საუბრობთ. სხვა რამე გეუბნებით. მე იქედან რაც მომისმენია, მე იმას საუბრობ. უყურე ხალხს როგორ აქვს ახლა აი ლიბერალურ მედიაში როგორ აქვს გავრცელებული. დონბასიდან ჯარი გაიყვანოს და მოლაპარაკებები დავიწყოთ. როგორც ჩვენ თქვით, გაიყვანოს აიმიდან აფხაზეთთან ჯარი და ჩვენ დავიწყოთ. ანუ დონბასის იქით ანტირუსეთი რო იყოს, იმას მოითმეს რუსეთი? ტიპი რომელიც იგებს ჯერ არ აგებს. იმას აიტანს. რა სისულელია, ხო ბიჭო, რატო ატყუებთ ამ ხალხს? ბიჭო, არ ვიცოდი ამ ხალხს სწორად უთხრათ. სანამ აქ ეს კონფლიქტი, საერთოდ კონფლიქტი აქ გადმოიწევს და ამას შევეხოთ თუ გინდა. აქ რო კონფლიქტი გადმოვა, ამასაც ყველა შეთანხმდა უკვე. აი აქ ჩვენთანაც რო გადმოიდა, ამაზე შეთანხმდნენ. ირანი და სირიის რა თქმა უნდა, კაცო, რომ ალავენ და იქ ჭკვიანი სახეებით რომ იზიან სვოლოჩი. ამიტომ როცა უკრაინაზე ჯერ არაფერი არ დაწყებულა, ერთადერთი კაცი ვარ რომელიც წვირვა. ყველაფერი იწყება უკრაინის მერე. ყველაფერი მერე იწყება, ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ჯერ ხო ჩემი გადის სიმართლე, კაცო. და სირია ერთვება ამ ირანის ომში. მოდი ირანზე გადავიდეთ. კი ბა, ხა იქ მანდ მინდა გადასვლა, იმიტომ უკრაინა თითქმის
რაც დაემართება თავის თავს დააბრალებენ ახლა თავიანთი პრობლემაა. მიხედავი როგორმე. ახლა საშიში მდგომარეობა ირანთან და ჩვენი მეზობელი ქვეყანაა თითქმის აგერ აზერბაიჯანს გავიდა ირანში ხარ. კი ბატონო. აგერ თქვენ და აგერ მე. ყოველ მიზეზ გარეშე სირია ჩაერთობა ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ომში. ყოველ მიზეზ გარეშე. მაგაზე მიდის უკვე იქ შეიარაღებად შედის, წვნებიც მიდის, ყველაფერი. ამაზე აგერ თქვენ და აგერ მე. ეს აუსრულებელი ომი იქნება მაშინ. მე ვთქვი, ეგაც ჩემი სიტყვები არავინ არ დაებრალოს. ჩემი თაობა ამ ომის დამთავრებას ვერ მოესწრება. ეს გამორიცხული თემა, ესენი რა პორტაშენებენ, რა ანაკლის პორტაშენებენ, პროცესს აი გიჟები. სრული საგიჟეთი აქ ამ ქვეყანაში რა. ეხლა ესეც ყველაფერი ტყუილია. ახლა მაგასაც აგიხსნით, კაცო. გადავიდეთ პირდაპირ. მოდი ჯერ არა, ჯერ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა. ალიევის ვინმე თუ უსმინა აზერბაიჯანის პრესკონფერენციას. ჩემ გვერდზე დევს თუ გინდა მე თუ ჩვენ ფორმატში ჩაჭდება ეს 5 წუთიანი მეტი არ არის 5 წუთიანი რუსეთის მედიისთვის მიცემული ინფორმაციასთვის გავუშვათ. ესე იგი ჩვენთან რო ჩამოვიდა გულაშვილის კამანდა ბიჭო რავი იქ იყავი შეკაედა მინიშვილო და იქიდან აქამდე სწორი ინფორმაცია ვერ ჩამოიტანე. ღმერთი არ აქვს ამს ბიჭო რა ვიცი რა ესე ხო არ დაგავალეს ეგენან ესე თქვიო კაცო. ბიჭო ჩვენც მოусმინეთ კაცო. ჩვენც ვიყავით იქ ოფიციალურ ალიეს ჩვენც მოусმინეთ. არ გჯერათ მოდი გავუშვათ არ არის ეს 5 აი 5 წუთიანი ჩავსვათ რა კახა. რუსეთის ჟურნალისტი ეკითხება რაღაცას და მოკლედ მეო მაშინ ხომ და ოკუპაციას არ შეგუოთ უკრაინელებო თქვენთან ავართ და მაგრები ვართ. მე მომხრე ვარ მშვიდობიანი რუსეთის კონფლიქტის დამთავრების. სიტყვა ოკუპაცია, აგრესია ამოიღო ტერმინიდან ეს ერთი. დაიწყო ლაპარაკი აი შუა დერეფანიო იქ ზანგეზურისო სომხებს თითი დაუქნია კიდე და თქვენაო უყურე ის დასავლეთი იქ რო დარბისო ამ სომხებთანო და მე მომენტია სომხებთან და გრუზია ესე გააკეთა ხელი კარგად გრუზიაზე ეგრევე ესე გააკეთა ხელი პირდაპირ იმაგან არაფერი აღარ გამოვაო ეს ამ ვიდეოს მე ხვარო ეხლა რომ გავუშვებთ აი მე ხალხმა ნახოს გულაშვილის ექსპერტები რო იჯდონ დღეს ეს ჭკვიანი სახეებით რა სიგიჟები ლაპარაკეს პროსო ნახე რა. ნუ ეს საერთოდ მაგათ უყვართ თურქეთი და აზერბაიჯანის ხო, ნუ გასაგები უკვე წლებია ეგ თემა მაგათთან ყველა მოიცეს სასაჭიროა ეგ ვინები არიან. მარაო მოუწოდებ რომ რა თქმა უნდა კონფერენცია იქნებაო 3+3-ისო ხუთეული შევიკრიბებითო და ხუთეულიო ნუ და აი ციტირებას ვაკეთებ რა. არმენია, ტურცია, ტეირან, ბაკუ. ანუ კიდე ეს ხელი ჩაიქნია. და ვიშინკა ნატორჭიკე. დღეს ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რუსეთში. ალიევთან ჩემო კახა. ეს არის იტარტასის, ай, хмаро, это? Мы сталкивались в нашей недавнем прошлом со сложностями в наших двусторонних отношениях. Это уже было сегодня отмечено во время наших обсуждений. И мы с чувством удовлетворения хотим отметить, что мы смогли, наши два государства, смогли перевернуть данный непростой этап в наших отношениях и полностью нормализовать весь спектр российско-азербайджанских отношений. Ახლა გეკითხები. აი. ეს არის ტასის პირდაპირ ალიევთან აზის. იმასთან კაცო. არა, ლავროვთან. ლავროვთან ხო ლავროვ. ეხლა გეკითხები, აი ბიჭო, ქართველები ხო ვართ კაცო? ქართული ხო გესმის? გულაშვილის კამანდის დავიჯერო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბიჭო, აი ვისი დავიჯერო მითხარით რა. რომელიც ფაქტი აგერ. ბიჭო, აგერადებს ხო არ მალავენ, ამიტომ ვამბობ ხალხო, ბიჭო, არ დაუჯეროთ, აბულაძე გიჟია, კაცო. გაატარეთ აბულაძე გიჟია. ბიჭო, რასაც თქვენ თვალით ნახავთ. ბიჭო, თვითონ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენი ხომ პატარა და მაგრამ რა შეჭირდება ამბულაშვილის კამანდას ეს რო ატყვილებს ხა? გეტყვი, კაც მაქამდეც მივალ. მათ ესე უნდათ, კაცო, მოსახვეში ესე უნდათ, კაცო, რომ ეხლა ზანგეზური საქართველო და საქართველოში გაივლის და ანაკლის სპორტი და აი იქ მივდივარ ანაკლის სპორტამდე მივდივარ ზუსტად, კაცო. რა ეს აფერისტები, ბიჭო, ეს როგორ აბოლებენ ხალხს, წარმოგიდგენია? ეხლა მე ფაქტის წინაშე დავაკერე. დღეს უპარასკევია. მოусმინეთ გულაშვილი და გულაშვილის ექსპერტებს, აი დღეს იყო მაგის გადაცემა, რას ამობენ, რა თქვეს დაუშვათ იმაზე და აგეთ ასე ზის ლავროვთან ზის გვერდზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ის რას ლაპარაკობს. ბიჭო, თუ დაუნები არა ვართ, ბიჭო, დასკვნა გამოვიტანოთ. მაგათ უნდათ ფონი შექმნა, რომ საქართველოს იძებს ფუნქციას გეოპოლიტიკურ შუაგზის რაღაცა შუა ტრასები დერეფნებიო და რავი ტიპები აი ესე არიან ბიჭო და ამ დროს რეალობა არის სხვანაირად ხალხო აი იმდენად სხვანაირად არის რომ შეიძლება აი ხლა ჩვენ ვაკ ლაპარაკობთ გადაცემა რომ დამთავრდეს რო გავიდეთ გარეთ შეიძლება რეგიონი ისე აფეთქდეს ეს არ არის დამოკიდებული უკვე არც შენზე არც აზერბაიჯანს და არც საცომხედზე თქვენ გესმის რას გეუნებით კაცო ამ დროს ანაკლის სპორტიო ისე დაიტვირთებაო და მოკლედ ყველა მილიონერები გახვდებითო და ბიჭო აი მარტივი კითხვა ხო გაქვს ბიჭო აი ანაკლის სპორტი აიღეთ აი ქართველებს ვონები რუკ აიღეთ ხალხო ბიჭო ანაკლის სპორტი და ნახეთ ოჩამჩირე და ანაკლის სპორტი გვერდი არის თითქოს ახლა დგას იქ ვანია აი ესე ზის გაიგე ესე ზის და ესე იგი ტიპი 2 წელია გაქანებულ რახარ უხშია რომ შავი ზღვა დაიპყროს მთელი აკვატორია უკვე დაპყრობილიცაა კაცო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს და ესე დგას ახლა ვიღაცა აქ 1,700,000 ქართველი და აგერ ახლა ამას ხო ვაშინებთო ხო მაგის ოცნება გაიგე ახლა ამას რა ვაშინებთო აგერო ჰოლანდიიდანო აგერო კაცო საფრანგეთიდანო აგენო ნორვეგიიდანო და ეს ვანი ესე ზის და უყურებს და они что ебанутый народ ისინი დებილი ხალხი ხო არ არის საერთოდ გიჟები არიანო კაცო და უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ამიხსნას ვინ კითხვას აი ამ კითხვას არავინ არ დაუსვამს პრემიერს ბიჭო, იმიტომ ვეკითხები რომ ბიჭო, რავი, სპარსეთის ყურეც იყო დაცული, მაგრამ აღარ არის დაცული, კაცო. სოფლიო დააყენა, ეკონომიკა ამოვატრელა, დააყენა თავდაყირა, იოპვაში მათ. ბიჭო, აქ რა ხდება, კაცო? ამის უსაფრთხოებას ვინ იცავს? თურქეთი? ჩინეთი? ამ კითხვებს არასდროს გულაშვილის კამანდა არ დასვავს, კაცო. ეს არის ჩიხი, კითხვა ჩიხი. ამის პასუხი არავის არ აქვს მეთქი კაცო. რატო იცი იქ ესე წყნარად ზის ის ვანია იქა. თავისი ულტრა თანამედროვე ბასტიონებით ესე რაკეტებით ესე დგას და ეს არის პოზი კარაბელი ისენია რა. და უყურები რომ აქ ვიღაც ქართველები დარბია. ასე იქ ანაკლიას ავაშენებთო. აქ მე შემოვა ჰოლანდიელები, ეს ნორვეგიელები და ეს ფრანგები, სოდომიტები შემოვლენ და გულაინი ხაჩო შავ ზღვაზე რა. ამას რუსები ვინ გაგაკეთებებს? ბიჭო, რავი, ნუ თუ მართლა ესეთი დეგენერატია ხალხად ჩამოუყალიბდით უკვე რომ პატარა ტვინის განძლევა აღარ გვინდა? გამოგებინით ხალხო, ანუ თქვენ ამბობთ რომ არ აშენდება ანაკლის. ვინც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ისაც ააშენებს კაცო. საერთოდ დედამიწაზე ესე ხდება საერთოდ, სხვანაირად არ ხდება. ვინც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას საკონის ეხლა კი არა ეს მოდის აი ადამი და ევიდან მოდის ესე კაცო ვინც ქარავანს აკონტროლებდა აი სანამ ქარავანები დადიოდა და იმის უსაფრთხოებას აკონტროლებდა ფულსაც იმას უხდიდნენ კაცო
ახალი კი არაფერი არ ხდება, მე გაჩნდა მანქანა, მე გაჩნდა. მაგრამ მის გულისხმობ უსაფრთხოებას ვინ აიღებს თავის რას ხია? ვინ? აი რომელი ქვეყანა? ახლა ჩვენ არა, ჩვენზე აღვალავთ. ჩვენ რუსთაველი დაგიწვია კაცო რა. აი რომელი ქვეყანაზე გაქვს? რუსეთი რა თქმა უნდა. ხომ არა რუსეთს უნდა ანაკლის აშენება? ბჭო, შენ აძლევ რო ააშენოს? არა, უყურე კახა, შენ შეიძლება ბევრი რამის აბიცემა არ გინდა საერთოდ. მაგრამ რა ვიცი, ესე არ უნდა და სხვა ქვეყნებსაც რაღაცეები. ხო, მაგრამ ეხლა უნიფორმო წაგვართვან ეხლა. რა სიზამ? არაფერს მარა რაღაც მაშინა აშენებიე მიეც და კი არ გეუბნები წაართო ბჭო. მე ვარ დაუშვათ აი ჩინეთი. ან ინდოეთი. მე ვიცი რომ ჩემი საქონლის უზრუნველყოფა ამ ქართველზე კი არა დამოკიდებული. ბიჭო, შენზეა დამოკიდებული. მაშინ ქართველს რას დაველაპარაკო? მოდი რა შენთან დავალაგებ. და ამ ქართველს ვეთქვი, ჟორა. იმასთან თუ არ დავлагдით, ეს საქონელი რამდენი გინდა ატარე, კაცო, ვერ გავა. აფხაზეთი არის გეტყვის დამოუკიდებელი სახელმწიფო. რავი მოხვდა დრონი. რავი უკრაინიდან წამოვიდა, დააბრალებენ, არ არის პრობლემა, კაცო. რა ვიცი, იემენების ხო ესე გავწილა ინფორმაცია შაშარ, რომ იემენელებმა ბრიტანეთის გემის უპილოტო კატერი რო დააწყეს, თურმე აფხაზებს მიუყიდიათ. ხო ესე გავწილდა ეს ინფორმაცია. კი იყო. მე მართლა იმართება ხო ვიღაცა დეგენერატ მართლა შეიძლება იქ დავიჯეროთ რომ მართლა აფხაზებმა მიყიდეს? რატო ვიგიჟებთ, რატო ვისულელებთ თავს, აი ეს არ მისმის, კაცო. რუბიო არ უშველის ამ ქვეყანას, კაცო, რატო ვერ ეგეთ? ერთი რუბიო. ერთი კი არა, თუ გინდა 100 რუბიო ერთად აღებული. თავისი ევროპით და თავისი იმით, ვერ უშველის, კაცო. და რატო დარბიხარ მას შენ იქ და რატო არ ელაპარაკები ამას შენ მეზობელს? უყურე კახა, კიდევ ერთხელ გეუბნები. ხო, ნუ არ გელაპარაკებიან, მაგრამ შენ მიიტანე ისე საქმე, რომ არ გელაპარაკები. შენ უყურე, შენ აღარ ახარ, შენ ყველა წითელი ზღვართ, შენ გადააგდე, კაცო, აგერ გადააგდე ჩინეთი. ხო, აი არა აშენე. აგერ გადააგდე ჩინეთი, ბიჭო, როგორ დაგელაპარაკო? შენ არ ახარ სტაბილური მოლაპარაკე, კაცო. შენ არ ახარ, შენ 2024-ში გადამაგდე. შენ 2025-ში გადამაგდე, კაცო, 2026-ში საერთოდ ბეჭედი დაარტყიშე. ტიპიურ გადამგდება ჩამოყალიბდი ქვეყანა, კაცო. ამიტომ შენთან კი არ დაილაპარაკებენ, კაცო. შენ არ ახარ ის ფიგურა. შენი სახელმწიფო ფუნქცია არ გაკეთდება, შენთან ვიღაცამ გელაპარაკო. ვის ელაპარაკოს ხალხო? ვინ წვიტავს ამ ქვეყანაში, მაშინ მითხარი. მითხარი ვინ წვიტავს რა? აი შენი წარმოსახით ვინ წვიტავს ამ ქვეყანაში? აი ესეთ თემებს. ვინ შეიძლება გადაწყვიტოს? ვინ ძის ეგერზებთ? ბიძინამ? რა თქმა უნდა. ყველა ცუდღე შეხა ეგ არის. მაშინ მოდი მაქსიმუმში ვეხოთ. ხო, მაგ არ არის ეხლა მაი ეხლა ეგ რაღაც შენათქი ხე გეტყვი. ყველაზე უპატრონოთ ეხლა ბიძინაა და გეტყვი რატო. ტიპი არის ასაკში. ყავს შვილები, შვილიშვილები, ქონება. ბიძინაზე კარგად არავინ იცის, კაცო. ღმერთმა დაიფარო მაგას რამე მოუვიდეს. აი კაკაშკიანად შეჭამე ყველას მაგათ. ვინც დარჩება მაგის იმას. ყველაზე უპატრონოთ ეხლა კაცია დარჩენილი. აბა დაფიქრდი ხა გითხარი. დავფიქრდი და მე. ვინ მითხარი ერთი ადამიანი, ვინც მაგი აი ვიცით შეუძლია ბიძინა ენდოს. ერთი მითხარი, ერთი ადამიანი მითხარი. რომ მაგას შეუძლია ბიძინა თქვას, რომ თავის ოჯახის უსაფრთხოებაზე მაქვს ლაპარაკი უკვე. იმ რუსეთშიც ვერ ლაგდები და გეტყვი რატო, კაცო? არავინ არ ვიცი 20 სექტემბრის მერე იქ რა პროცესები დაიწყება. ბევრს ყურს აუწევენ თვითონ რუსეთში ვიღაცა თავისთავი რამე როგორია, ყურს აახებენ საერთოდ, კაცო. მაშინ რუბიო წვიტავს ამ ქვეყანას. არაფერს მაგას მე გითხარით თავიდან ძე პრაჟილი ნუ სლავა ბოგუ. მე სხვა რამეს გეუბნებით კახა. არავინ კიდე გეუბნები, მე ჩვენ ხო ეხლა რაღაც გადამიყვანე რუბიოს და გეუბნები ბიძინას თემაში გეუბნებით, კაცო. ამაზე ვინმე დაფიქრებულა, კაცო? იმ კაცს ეხლა მე ყველაზე ძალიან მესვით ეხლა მე იმ კაცის რა. მისი უსაფრთხოება, როგორც ქონების, როგორც შვილიშვილების, ოჯახის, აი წარმოიდგინე რა, მე ერთი კაცი ხო შეიძლება თქვა, ყველა ვინც იყო მოაშორე დაიჭირეს, მიიჭირეს, რაღაცები იქნეს, თელი ხალხი გააბოროტეს მის წინააღმდეგ, კაცო. აი თუ რამე ხდება, აი ცოლმა ქნარს რო არ მისცეს, გონი ბიძინას ბრალიაო, ყველა მაგას ყვირის უკვე. შემთხვევით ხდება ეგეთ რაღაცა?
პატა, მაშინ რა ხდება? ჩვენ ქვეყანაში კარგად გავაგებიოთ ხალხს. მე არ ვიცი. ეგ არავინ არ იცის უკვე რა ხდება. მე ვინ მართავს ამ ქვეყანას? ვინ მართავს კახა ამ ქვეყანას? ვიზია დამოკიდებული თითოეული ქართულის უსაფრთხოება დღეს. არა, ნუ უსაფრთხოებაზე ვერ ვიტყვი ახლა. არა, რა ხია, თავარი ეგ არის, კაცო. ხო და არავიზე არა დამოკიდებული. როგორ მაშინ არა, მაინც აკაცო. ბიჭო, გადაწყვეტილება ხო უნდა მიიღონ. მე არაფერ შუაში ვარ, ბიძინა გაგახსენეთ ბრიფინგი. მე არაფერ შუაში. არა, მესმის. სხვა რამის გვამინდა, კაცო, კახა, უყო სხვა რამის გვამინდა, სულ სხვაგან იყავართ. ხო უნდა იყოს, აი მე ვარ ახლა დავუშვათ ვლადიმერ პუტინი. ბიჭო, უნდა გადავწყვიტო რა, რაღაც. ვის დაველაპარაკო ერთმანეთ? შემახედით ვინ თქვენ მითხარით ვინ არის ის კაცი? ვისაც შეიძლება დაველაპარაკო? ვერ ეტყვი, ამიტომ არ ელაპარაკება. ბიჭო, ხო საქართველოში ვცხოვრობთ. გამოვიდა დღეს დინარაძემ თქვა ეგეთი სიტყვა. მეო ბედნიერი ვარო, მეო გარედანო. უკვე არავინ აღარ მიმიტითებს და საქართველოს როგორც ქართველი ხალხი გადაწყვიტოს და მე ფიქრობ კაცო. ბიჭო, ეს კაცი მართალია. აბა თუ იცი რატო? ნიკამოტი ნახრე მინუჟე და მეტო რა. რაც წასერფები იყო, წაგართვეს. რაც გასაკეთებელი იყო, გააკეთეს. ახლა ვის რა ჩემ ფეხებად ჭირდება შენ და ვიღაცის მიდიტება. აი პროსტონის რაღა უნდა წაგართვან. კიდე რაღაცას ამბიციებს გამოიჩენ, მე კიდე წაგართვევ. აბა ისე რა გაქვს ჩვენ ასარტოვი ან ჩასარევი რა გაქვს? πώς ამიხსენეთ, აბა რა გაქვს ჩვენ ჩასარევი? ჩვენ სერიოზულ თემებს შევხედა კარგად. ძალიან კარგად დაფიქრდეს ახლა აი ახლა მე ისეთი რამე ვთქვი, უყურე აქ ძალიან საშიში მდგომარეობა აქვს, აქ ბიძინა ვიღაცას ესეთი თან როგორ აზერს არ ვითარებენ, აი მან დამაფიქრა მე რა. ისეს აზერს არ ვითარებენ, რომ ბიძინა დაალაგეს. ბიძინა თვითონ შეშინებულია მგონი. არა, ნუ ბიძინამ დაალაგა, ახლა უკრაინის ომში რო არ ჩაერთო ქვეყანა. ერთი წუთით მაშინ მართლა დაალაგა, ახლა და კარგი იყო რომ დაალაგა. ერთი წუთით, კახა, ერთი წუთით. შენ მოაყვები მაგ ნარატივს. მეორე ფრონტის გახსნაზე გაქვს, ხო ლაპარაკი? კი ბატონო, მაგას. კახა, კიდე ერთხელ გეუნებით, კაცო. მეორე ფრონტის, როცა ამბობთ, პირდაპირ ესე ხედველობაში გაქვს აფხაზეთის ფრონტი. რა თქმა უნდა, აბა ისო. ეს არ არის მეორე ფრონტი, ეს არის ლოკალური კონფლიქტი, კაცო. ეს არის 5 დღეც ვერ გატანს, 24 საათში დაგამთავრებდნენ, ბიჭო. კაცო, მე მაგას არ ვლაპარაკობ, უნდა ყოფილიყო თქვა, კაცო. არა, ნუ მთელი ლიბერალისტები იყო ჩართული მაგაზე, რომ მოდი დავიწყოთ მეორე ფრონტი და ამას შეაჩერა, რა თქმა უნდა, ყველა. უყურე, ხალხი, უყურე, ბიჭო, კაცო. აი რო ეთქვა, რომ ბიძინას დავაი წაველით. ნუ არა. ხალხი ასე ზამთარ შეგუფიქრობ. ბევრი ხალხი გაყვებოდა, მოდი ვთქვა. არა, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. ჩვენა დებილი მართლა დებილი. ჩვენ არ გავყვებოდა, გაყვებოდა ლიბერალისტები. არავით, აი მათაც თავის ოჯახები კახა ნუხარ ილუზიებში რა. ნუხარ მაგ ილუზიებში, როცა ხედავ უკვე ომი კი არა, უკვე ბესპრიდელი მიდის. არ არის ეგრე. ის 2008 წლის პარალელი თუ გინდათ გავოთ, მაშინ კაცო ის ევროპა, რუსეთის თან ჯარი არ ყავდა, კაცო. ეხლა ეგრე აღარ არის, კახა კიდე მეორე ფრონტი, რასაც ამბობთ, ეგ მეორე ფრონტი აფხაზეთი არ ქონდათ ხედველობაში, კაცო. სულ სხვა რამე ქონდათ ხედველობაში, არაერთხელ ამიხსნია. რომ თელი ალ-ქაიდა, რომელიც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 10,000 კაციდან უცბად 60,000-მდე როიბართხა ერთ კვირაში. აი სირია რო დაშალეს. ხო ის მომენტია, გახსოვთ? რუსთაველი პიკარდებს იმერს რო ისროლ პიკარდებს. და პარალელურად რო ის რო სირია რო დაიშალა. ხო სწორია? ის 60,000 ტერორისტები უცბად ამოყოფდნენ თავს კაცო კავკასიის ტყეებში. აი მე გენახა შენ მეორე ფრონტი უკვე ზურგიც ეკნებოდათ, მომარაგებაც ეკნებოდათ, კაცო. თუ ვის რა თუნდა შენ 5 მეტრიანი რაღაც აფხაზეთის ლოკალური კონფლიქტი რა. ეგ ქონდათ ჩაფიქრებული. ეს არც ბიძინაზე იყო დამოკიდებული და აქ რა ქვია იმაზე, კავკასიაზე. აქ ვიზეც იყო, ეგ ჩინეთი ჩაერთო და აქ თურქეთი და თელი ამბები იყო, კაცო. მაგ დიდი თემა მაგათ თქვენ ერთი გადაცემა მიუწვდათ. მაგრამ კიდევ ერთი გეუბნებით, ეგ აი აქ ჩვენთან იმდენად საშიში მდგომარეობაშია ახლა უკვე. კიდევ აი განა იმიტომ საშიში რომ იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში ისეთი ომი იწყება, რომელიც ჩაერთობა ბევრი აი ჩვენს რეგიონში ბევრი ესე ვთქვა თავ გადახსნილი
სახელმწიფოები რა. აი თურქეთი რასიზმს ირანის აეგო სირიის აეგო დაინახა ალიევმა ეგ ალიევი ჩვენის რეგიონში ყველაზე გენიოსია ეგრევე გააქანა საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინვე გააქანა ბიჭო და არ დასვა კრემლში ალიევიშვილი საცხოვრობს იცით მოსკოვში მართლა ვინ აზრის ხო ვერ მეტყვით ალიევის შვილს ვინ აზრდის რა უწყება აზრდის მოსკოვში ხო ვერ მეტყვით ნუ სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ არც არის საჭირო მე ძალიან ბრწყინვალეთ ვიცი რა ისეთი უწყება ზრდის აი რომელიც სოფლიოში აზანზარებს ყველაფერს რა მაგათი სამსახურები აი ეს იმას ჩააბარა შვილის გაზარდა აქ რებს ბუდიალობს ეს ხალხი საერთოდ რა სიკიშებს შარიან ტიპები გადავირიე რა ნუ აზერბაიჯანი მაინც გამოვა იქედან სადაც აზერბაიჯანი არის პირველი მოკავშირე რუსეთის ფედერაციის ხო მაგრამ ირანის მეზობელია ზუსტად მაგიტომ მათ არის რუსეთის მოკავშირე ხო მაგრამ ეხლა სირია და ისრაელი განსაზღვრავს საზღვრებს რა იმ მეზობელია და მოდი არ დავარტყათ არა ეგ იმას არ ნიშნავს რომ კონფლიქტი არ მეგეუბნებით რომ თვითონ გეოპოლიტიკურად ჩინეთი ეგ ომი არის ჩინეთის წინააღმდეგ ირანი ჩინეთის წინააღმდეგ ხო მაგრამ შენ მეზობელი ქვეყანა ხარ მოგიწევს ჩართვა ხო ამ ომში მაინც ირიბად პირდაპირ ამას როგორ მოიქცევი ვის როგორ დაჭირდება კარიდორი რუბიო რას გეტყვის იქ რომ ესე რომ წამოიტლაკა ეგ გვერდზე რომ დაუჯდა ასე და მთელი საქართველოს რო ორგაზმშია კარგი რუბიო აზერბაიჯანი გაუხსნის კორიდორს აუცილებლად ვისას ირანს ის ისედაც აწვის ჰუმანიტარულ დახმარებებს ჩვენ რას ვიზით ეს კითხეთ ვისმა კითხვა კა რუბიოს კითხეთ მაგი და რას გეტყვის რუბიო ჩვენაო დახურულ კარს მიღმაო რასაც ვილაპარაკეთო რა თქმა უნდა იმას არ გამოვიტანო თითქოს იქ არიციან რა აი რა გითხრა კახ მე მაინც გადაცემის ბოლოს ვიტყვი რომ ჩვენ ყველაფერი ნუ რა უნდა გვეშველოს რა კიდე ერთხელ ხალხმა ყველაფერი არის რა ამ ხალხმა ვინ ხალხმა ამასაც ვინ ხალხმა პესიმისტურად კი არა ვარ გაწყობილი როგორ დავდივარ იცი ქალაქში ყურებში ვიკეთებ რომ ხმარ გავიგო ამ ხალხის ანუ ჩვენ ვთაქვდებით იმაზე რომ ანაკლის სპორტი არ აშენდება ანაკლის სპორტს ააშენებს ის ვინც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ეს ერთია რუსეთი სხვა თუ ვინმე მიცის ძალიან თოთ კომენტარში დამიწერეთ ხო მაგრამ მოდი აი ვასრულებთ გადაცემას და აქ უფრო ინტერესში ჩავარდი აბა მიდი რუსეთი და ჩინეთი მეგობრები არიან და ძალიან ახლო მეგობრები აბა ვინ ევროპას მაშინ გეკითხები ვინ ევროპას უნდა გადასცეს ეს რაღაცა არა ევროპასთან აღარ მივდივარ მე სხვა მივდივარ შეხედე ჩინეთს უნდა ანაკლის სპორტის აშენება მე ნუ როგორც თქვენ თქვი და მეც ვამბობ ამათმა გადააგდეს ანუ ეგ რუსეთის გადაგდებაც გამოდის რა თქმა უნდა ეგრე იყო შეთანხმებული რომ მაგრამ მაშინ რუსეთზე რატომ მივდივართ მაგი იქნება უსაფრთხოების ხოლგა საქართველოში ბიჭო ბუნებრივად არის და ამიტომ ხო მაგრამ უსაფრთხოება შეიძლება შესთავაზოს ევროპამაც შეიძლება ვინ თავისთავად შეიძლება ევროპას დაშლებული და ამათ ჯერავთ იმათი და ბიჭო ხო და თუ დაიჯერებენ და ხო დაიჯერებენ ლაშვილის კამადას ხო ჯერათ ხო დაიჯერებენ გააკეთონ რაც იცად დაიჭერენ ღმერთმა სულ მაგათ ჯანში იყოს კაცო რაც იცად დაიჭერენ მე ვიცი ერთი რამე რომ შავ ზღვას მაგათ არც გააპარტყალებენ არავინ ესე უნდათ ყირიმშიც აზოვშიც ბალტიის ზღვაში მაგრამ ჩემი ფეხები ვერაფერი ვერ გამოვიდა და შენ მეუბნები რა გააკეთებე არა მე არ ვიცახი გააკეთებე აი ანუ შეხედა თუ ანუ ევროპამ რო უთხრას ჩვენ დაგიცავთ ქორგა ჩვენ ვიქნებით კაცო ესენი ამაზე წავლენ და დაიღუპებიან არა მგონი ამდენი სიგიჟე გააკეთო ნუ მაშინ ჩინეთს რატო უთხრეს ვარი არ ვიცი ამას ვერავინ გიტყვის ის ჩინეთის ელჩი გაგიჟდა კაცო ხო ეხლა რუსეთთან მაშინ ზედმეტია საუბარი ხო იმხელა ქვეყანას უთხრეს ვარი ნუ ეხლა სადაც დიდი ფინანსები და მაგათ შეეძლოთ მარტო იმიტომ უკვე ბანკ როგორ იყო შეთანხმებული ტვირთები არის ჩინური უსაფრთხოება არის რუსული შუა დერეფანში გადის და ამ ტრანზიტში ეს ქვეყნები დიდრდებიან პორტი
იქ მე მოსახურება, იქ მთელი ამბავი რო ჩამოდის გემები, იქ მთელი ინფრასტრუქტურა არის, სასტუმროები შენდება, მაღაზიები იხსნება, ნუ მოკლედ, მთელი ქალაქი იქნებოდა. მაგრამ აქ იყო ერთი რამე, ტვირთი, ჩინური, ინდური, ეს უზბეკური, კაზახური, უსაფრთხოება რუსული. სხვა ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს ბუნებაში. მართლა არ არსებობს. ეხლა ეს უზბეკეთის ის როა ჩამოსული, ჩვენ ხო არ ვიცით იმან რაებს ელაპარაკება ჩვენ პრემიერს. ჩვენ ხო არ ვიცით აგერ ტაჯიკეთის ის რო იყო ჩამოსული, რეები ელაპარაკა, კაცო ხო შეიძლება უთხრა, ალო, გარაჟ. ცოტა დაწყნარდი კაცო. არავინ არ ვიცით კაცო, რა ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ. მე შენ გეტყვი წინააღმდეგობის რესურსი გვაქვს. ამიტომ ჩვენზე რო არ არის თვერჭამ ბოლო საჭმელს კარგი. ამიტომ ამბობ, არავინ არ ვიცით კაცო. ფაქტი მე უყურებ ფაქტი, რა მოხდა. შენ რაც თქვი, ის მოხდა თუ სულ სხვა რამე მოხდა. რაც ბაქოში ჩამოვიდა და მითხრეს ხელისუფლებამ რომ და სააგენტოებმა გაავრცელეს, რა ვიცი, ჩავიდა აგერ და სულ სხვა რამე მოხდა. საერთოდ სხვა რამე მოხდა. საერთოდ, რავი, რასაც მეუბნებოდით პაშინიანზე, ერთი ტაშფანდური კონდათ, რავი, სულ სხვა რამე მოხდა. გამოაქვს მოსკოვიდან. ხო, საერთოდ არ ლაპარაკებიან. ამიტომ ამბობ, კაცო. ხალხს მეუბნები, აბულაძეს აღარ დაუჯეროთ. აბულაძე შეიძლება გიჟია, კაცო. თუმცა ამ გიჟის მაგრამ თვითონ რასაც მაგათი პატრონები დაწერენ, მაგათი პატრონები, ის მაინც არ დაამახინჯო, კაცო. ბიჭო, ის მაინც არ დაამახინჯო. ღმერთი არა წამთ ამბად, ბიჭო, მართლა ეს სულ ეს ქვეყანა, კაცო. ბატონობა და ჩვენ ისე გაგვექცა დრო, გადავაცხადებს კაცი რა. გადავაცილეთ იმ დროს, მაგრამ ეს კარგი იყო და მართლა კარგი საუბარი გქონდა და დავემშვიდობოთ პატივცემულ ტელემაყურებლებს. შენად თქვი სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვისმენენ ჩვენ, ანუ უნდა მოგვისმინონ, მეტი ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობ და უნდა მოგვისმინონ და მაყურებლებს ვეტყვი, რომ მთელ საქართველოს ყველაფერი კარგად იქნება.